მოგოვის ზეიმს. ამისთვის მე და ჩემი მეგობრები ამ სუფრასთან შევიკრიბეთ. აი ისინი უკვე აქ არიან და ერთად მიუსწრების ადრე სასწავლო სუფრას. შემოვიდრე ჩემი ქართლი და კახეთი, ისტორიულად ერთად დგომი და მომიჯნავი დაძმა. ლამაზოს თავისი ლაჟვარდისფერი სანაპიროთი და ზღვაში ჩამავალი ბზით. ასაბოდი ჩამოგონდა ლურისი ჩამონათალი ადეკრაბოდომი ამე საკვარი შემონათალი ალინანანინინაო თანინანინანინაო თანინანანინინაო თანინანინანინაო ოგოგო ისიმისა კეჭაბოდი ისიმისა თანინასვი გოგითა გამწერი გოცრითა ალინანანინინაო თანინანინანინაო შემოვიდეს დიადი მწვერვალების მხარეს ვალეთი. შემოვიდეს კეკლუცი იმერეთი თავისი მშვენი ერები დაამშვენოს ეს სუფრა.
მაკლია შემოვიდე და შეპატო თავისი ეშხი ამ სუფრას. იმ გმირების მიერ სიყვარულით შენახულო, მაინც წელში გამართულო, ჩემო არ ნახულო. და მენატრება ეზო კარი ხიდა ხეზე ჰამაკები, ალილოზე ბაკურ ფანდურ არაკები. მენატრება თქმელი შტილი სიკი წყარო კანა, ჩემი ბებიას გამეტებული ხმით ნამღერი იავნანა. ტრადიცია იყო მელიქნო. ხოდავ ამ სუფრასთან ჩვენ სტუმარს სვანეთიდან დავაკისრებ ამ საქმეს. თხო, შეგვისეს ასმისები. დიდი პატივი. მერიქიფე ვინ არის? მერიქიფე ღვინის დამსხმელია. ხო დაიზმროთ, რომ ჩვენ სუფრას ღვინო არ მოაქვს. ვინო და პური ყველაზე მთავარია ჩვენი სუფრისთვის. ამის გამო გაჩნდა ჩვენში გამოთქმა. პურგვინო, როცა სადმე პურობა იმართებოდა, ასე ეძახდნენ. ჩვენმა მოძმე რუსებმა კი შეუცვალეს სახელი და
დაარქვეს. დღესაც ხმარობენ ამ გამოთქმას, მაგრამ სწორი სახელწოდებაა ზუსტადაც რომ ყურღვინო. ეს რა კარგი გამახსენდა ჩემო მეგობარო. სადაც კახური ღვინო, იქაც კახური დედას პურებიც. ხაბასის გამოიძახოდა და გვაყურავს კახური დედას პურებიც. მე წამოგებული მაქვს კახეთიდან და ახლავე მოგიტანთ. აი მოგიტანეთ დედას პურები. ძალიან უხდება ქართულ სუფრას. ვილხიო და ვიხალისოთ ამ დღეს. დედას პურებს რატომ ეძახიან? იმიტომ რომ ამ პურებს ოჯახის დიასახლისი დედა აწყობდა. ქართულ ენაში ხომ ბევრი სიტყვა უკავშირდება დედას. დედაბოძი, დედაენა, დედულეთი, ასევე არის დედას პურებიც. ისინი დედას უკავშირდებიან და ამიტომაც არის გემრიელი. რა საინტერესოა, უკვე მომწონს დედას პურები. მერიკე, მოდი შენს გაგვაცარი შენი პროფესია. 1-2-7 გუთხარი შენ შესახებ. საქართველოს ღვინის სამშობლოა და ღვინოს ბევრი პროფესია უკავშირდება. მათ შორის არის მერიქიფეც. ადრე მერიქიფეები ძალიან დაფასებული ხალხი იყო ქართულ სუფრაზე. დღეს ეს პროფესია გაქრა და ყველა თვითონ ისხამს ღვინოს. ალბათ ამიტომაა რომ ზოგს ზედმეტი დალევა მოდის. მე ვიცი რომელ კერძს რომელი ღვინო უხდება და მინდა გირჩიოთ როდის რომელი ღვინო მიირთვათ. მე თავად დაგისხავთ ღვინოს და ხელს არ შეგიშლით ოქინში. ძალიან საჭირო პროფესია გქონია. მაშინ მოდი შეგვისესასწრებო. მაშინ მოდი პირველ სანთიგძელოს დავლიოთ. სუფრის ერმა მიამირჩიეს თამადო. თამადობა უძველესი საქმეა და ისიც ღვინოს უკავშირდება და ქართული სუფრის აუცილებელი დეტალია. ყველაფერს ჭირდება წინამძღოლი. თამადა კი სუფრის მოთავე და სუფრის თავში მჯდომი კაცია, რომელიც წარმართავს ჭამას, მის და რხივის პროცესს. მოდი, ამ სასმისით უფლის დიდების ადგილზელო შესვლა. ქართველი კაცი პირველ რიგში უფალს ადიდებს, ღმერთი უნდა ახსენოს. მინდა რომ შესვა სასმისი ერთი, როგორც ყოველთვის ვახსენო ღმერთი, ის ხომ ერთია ამ ქვეყნად ერთი. უდამფარავდეს მაღალი ღმერთი, ეს ბილიკები საი წაგუყვანს, სალოცავისკენ ნეტავ მიგუყვანს, თუ გული თუ გწამს და გონებას ელტვის, ყველა ბილიკი უფლისკენ მიდის. ყრავად ღეგძელო სალოცავები, სუგვიფარავდე ჩვენ წმინდანები, დიდება სამშობლოს, დიდება გეის, დიდება ქართველებს და მაღალ ღმერთს. ალავერდი შენ თანამა. ალავერს ძალა და მათ შეგეწმის. იცით რომ ეს გამოთქმა ჩვენში სპარსელებისგან შემოვიდა? ჩვენი მოწმე მუსულმანების ღმერთი ალაჰია. როცა ვინმეს დალოცვა უნდა ასე ამბობენ ალაჰ ვერ, ანუ ალაჰის ყალა მაოქცესო. აქედან გაჩნდა ჩვენში ალავერდის ტრადიცია. ალავერდი უდიდესი ტაძარიცაა კახეთში. საუბრობ შემდეგ ქვეყნის და სამშობლოს აღიზაროსავენ. ნია, ახლა მითხარი, საქართველოს რომ მურიასო ჩამოაშროთ, რა დარჩება? ქართველო. სწორია, ქართველო. ხო და მოდით საქართველოსთან ერთად ქართველებს გავგვარჯოთ. ნია, ახლა მითხარი, ქართველოს რომ კიდე მურიასო ჩამოაშროთ, რა დარჩება? ქართველო. სწორია, ქართველო. ხო და მოდით საქართველოსთან და ქართველებთან ერთად ჩვენს ტრადიციულ რთველს გაუმართოს, რომელისოდაც ქართველი ერი ვერ იცოცხლდა. რადგან რთველი და ვაზის სიყვარული ჩვენს სისხლშია გამჯდარი. მართლა, ახლა მითხარი, თქვენს რომ კიდევ 200-ო ჩამოაშროთ, რა დარჩება? ველო. სწორია, ველო. ხო და მოდით საქართველოსთან, ქართველებთან და ჩვენს ტრადიციულ რთველთან ერთად ჩვენს მინდორველებსაც გაუმარჯოს, რომლითაც ასე დიდარია ჩვენი ქვეყანა. მარი, ახლა მითხარი, ველოს რომ კიდევ 100-ო ჩამოაშროთ, რა დარჩება? ელო. სწორია ელო. იცით ვინ იყო ელო? ელო ერქვას რა ძმა ხერხეულიძის დედას, რომელმაც სამშობლოს 9 გმირი აღუზარდა.
ხოდა მოდით საქართველოსთან, ქართველებთან, რთველთან და ჩვენს მინდორველებთან ერთად იმ დედასაც გაუმარჯოს, ვინც სამშობლოს გმირებს უსდის. გეგა ახლა მითხარი, ელოს რომ კიდევ 200-ო ჩამოაშუროთ, რა დარჩება? არის სწორია, არის წოდებითი ბრუნვის ნიშანი და ქართველი კაცს უფრასისი არ დაასრულებს, რომ არ თქვას: "ო ღმერთო ჩემო, შენ მიდრეგძელე ჩემი ქვეყანა დიდების ღირს." ოჯახის სიყვარული ჩექმნული იყოს, ბუდე დაჰყოლოდეს მადლიანი, უდედო დარჩენილი პატარების თვალები, არ მენახოს დადიანი. ჩემი ეკლესიის კონგურები, არასდროს მენახოს ჩამოშლილი, სამშობლოს საზღვრები, არ მენახოს გაპარტახებული და მოშლილი. გულში მეტები ჩაუსახოს, მრავალი ტკივილი გადავლახთ, ღმერთო და ჩოქილი გევედრივი. ასეთი სამშობლო დამანახე. ხოდა მოდით მეგობრებო, ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს. დაუმარჯოს!
ხომ არ უკავშირდება? დიახ, ეს არის ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრა, რომელიც საუკუნეების წინ იღებს სათავეს. ლურჯ ფონზე გამოსახულია თეთრი ორნამენტები, ირმები, ჩიტები, თევზები, დანები, ჩანგლები, ადამიანები. ეს ორნამენტები თითქოს სუფრის გარშემო შემომწმარ ხაზს რაღაც ამბავს უყვებაო. აქ გამოსახული ირემი სიცოცხლეს უკავშირდება. ჩიტის სიცოცხლის ფრინველია. თევზის სახელმწიფო ზოგჯერ იესო ქრისტესაც გამოსახავენ. დანაჩანგარი თავისთავად სუფრის ატრიბუტია. ტრადიციულ სამოში გამოწყობილი ადამიანები კი ქართველი ქალები და კაცები არიან, რომლებიც გარშემო უსვედან ამ სუფრას. მე ვიცი, რომ სიტყვა სუფრა არ არის ქართული სიტყვა. ის უცხო ენიდან შემოვიდა და დამკვიდრა ჩვენს ენაში. ქართულად კი სუფრას ტაბლა ქვია, მაგრამ დღეს ამ მნიშვნელობით არავინ არ ხმარობს. ახლა კი მეგობრებო, საუფლოსო და სამშობლოს ადრინდელოს მერე ჩვენი წინაპრების გავიხსენოთ. იმას ხომ არ უნდა სადრინდელოს თქმა? მე კახელი ვარ. საქართველოს ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტი ომი და სისხლის ზღურა სწორედ კახეთის მხარეში იყო. დამპყრობელი პირველი ჩვენ შემოგვიტევდა ხოლმე. უცხო ქვეყანაში მიწის დამუშავების დროს გუთარმა ბელტებთან ერთად ადამიანის ჩონჩხი წამოაგდო მიწიდან, რომელსაც ხელ ფეხზე ბორკილები ჯერად შეუხსნელი ჰქონდა. ამ ფაქტს უამრავი ადამიანი შეესწრო, მაგრამ არავის არ უსურვია გაჩერება. ყველა გაეცალა იქაურობას, მხოლოდ ქართველი კაცი დარჩა იქ და იმ მიცვალებულში საკუთარი წინაპარი ამოიცნო. მამის პაპა თუ პაპის პაპა, წინაპარი, რომელიც თავისი ცხოვრების უკუღმართობამ უცხო ქვეყნის მიწაზე დასაყრდნად გაწირა. მე ლექსად გიტყვით სადღეძელოს. მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ. იქ შემასწავლეს ლოცვა და წმენა. ვაჟას მიწა ჩემი საძვალე, გოგებაშვილმა მიდგანა. აღმაშენებლის სამშობლოდან ვარ. იქაა ჩემი სული საუფლო, სადაც სიმღერით ომებს იგებენ, სადაც ყოველი ლექსად საუბრობს. მე სააკაძის სამშობლოდან ვარ. თამარის სისხლი გადამდის გულზე, უფლის სიყვარულს თავს რომ სწირავენ და წვენას არ რუინარყიდის ფულზე. მე და პიროსმას ერთი მიწა გვაქვს, გალაქტიონის დამყურებს ღამე. სწორედ ესაა ჩემი სამშობლო, დედა ღვთისმშობლის რჩეული მხარე. მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ, თამარის მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ, ძმა ვარ. აკაკის ნასუნთქა ეს უსუნთქავ, ილიას გავლილ მიწაზე დავარ. ჩემი სამშობლო ვერითვლის ასაკს, კაცა ბრიობით ღეთა შექმნიდან. დიახ, გახლავარ საქართველოდან, გენიოსთა და გვირთა ქვეყნიდან. მოდი, ჩვენს წინაპრებს გავუმაჯოს, მათმა გვირობამ ისეთი სამშობლო მოგვიტანა, როგორიც არის.
დავინახე, ვინ შემოხვედით, ყველამ რახაც მოიტანა. აბა გითხარ თუ რა შემატეთ ჩვენს ბარაქია სუფრას? მე მოგიტანეთ გემრიელი ხილი, ვაშლი, მსხალი და ადამი. ქარჩი ძირითადად გავრცელებულია ხილი. ასევე გვაქვს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებიც. რამე გამორჩეული კერძი არ გვაქვს, თუმცა წნილები და სხვადასხვა სახის მწუნიანები თუ შეჭამანდები ჩვენში ძალიან პოპულარულია. მე მოგიტანეთ კახური მწვადი, ღვინო და ჩურჩხელები. კახელები ვამაყობთ ქვევში ღვინის დაყენების ტრადიციით. ქვევრი მიწაშია ჩამარხული და ღვინოს კარგად ინახავს. მას განსაკუთრებულ თვისებებს აძლევს. გვიყვარს სმა და გვიყვარს ჭამა. გართობაზეც არ ვამბობთ უარს. და ამიტომ კახელებს გვაქვს სახალხო დღესასწაული ბერიკაობა, რომელიც წარმართული ხანიდან იღებს სათავეს. ძალიან საინტერესო და სახალხო სანახაობაა. ყველას გირჩევთ, რომ ერთხელ მაინც დაეწყოთ. გაზაფხულზე იმართება ხოლმე. მე მოვიტანე იმერული ჭყინტი, ყველი და ხაჭაპური. იმერები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. შეგვიძლია ჩვენ თავს მოვაგდოთ, ოღონდ კი სტუმარს ვასიამოვნოთ. ჩვენი ყველაზე დიდი სიამაყე იუმორის დიდი გრძნობაა. იმერელი კაცი იუმორის გარეშე წარმოუდგენელია. ამის არის წყალობით სუფრაზე ხილის დროს დიდი მხიარება შეგვაქვს. მე ჩემი კუთხის მშვენება აჭარული ხაჭაპური მოგიტანეთ. ჩვენ აჭარელებს ძალიან გვიყვარს ხაჭაპური, თუმცა არც ტკბილაუზე არ მომბობთ უარს. მინდოდა ჩვენებური ბაქლავა წავამიყო, მაგრამ ხელში ვეღარ დაიკავე. ისედაც ბევრი რამე მომქონდა. ჩვენ აჭარელებს ძალიან კარგი საქორწინო ტრადიცია გვაქვს და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. ქორწილში აუცილებელია სადილის მირთმევა. სუფრა ტაბლა ტკბილაულისგან შედგება. ხო თქვი, ტკბილაული გვიყვარს თქო. ყველაზე გამოჩეული ადგილი კი ნეფე დედოფლის კალათას უკავია. კალათაში აწყვია ტკბილაულები. ერთ-ერთ ტკბილაუში კი ფული და ოქრო დამატული. ნეფე დედოფალი აირჩევს ტკბილაულს. ვისაც ფული და ოქრო შეხვდება, ის უფრო ბედნიერი იქნება ამ ქორწინებაში. მე მოგართვით აფხაზურად გადაზელილი ყველი და სიმინდის ფაფა. ჩვენც მთის ხალხი ვართ და ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებს დიდი სტუმართმოყვარეობა გვახასიათებს. ჩვენში სტუმარი ღვთისაა. განსაკუთრებული პატივისცემას ვიჩენთ მოხუცის სტუმრებისადმი. სტუმრის შემოსვლისას ოჯახის ყველა წევრი ფეხზე დგება და ისე ესალმება მას. დიდ პატივცემთ მიცვალებულებს და მათ განსასვენებელს ჩვენივე ეზოში გამოვყოფთ. ვიცით ერთმანეთის გვერდში დგომა, გატანა და გამძლეობა. ჩვენთან ცხოვრობენ ჩვენივე მოძმეს სომხები, რუსები და უკრაინელებიც. ვცდილობთ ერთად ავთვათ აფხაზური ტრადიციები და ადათ-წესები. მე რაჭიდან ჩამოგიტანეთ ღორის ლორი და ლორიანი ლობიანები. ჩვენი გემოვნება ძალიან განსხვავებულია და მთის ადათ-წესებზეა მორგებული. რაჭალები მთის ხალხი ვართ და დიდი ტრადიციები და ადათ-წესები გაგვაჩნია. ჩვენში მიღებული იყო აყვანში ნიშნობა, როცა ერთ ოჯახს ქალი შეეძინებოდა, ხოლო მეორეს ვაჭი შეეძინებოდა, ისინი აყვანშივე დაენიშნათ, ხოლო როცა გაიზრდებოდნენ, ისინი ერთმანეთის ცოლ-ქმარი ხდებოდნენ. ჩვენში ბევრი მონადირეა. მონადირეები წასვლის წინ სულ სიტყვას არ იტყოდა, თორემ ნადირობა ცუდად დამთავრდებოდა. მონადირეს გზაზე თუ ვინმე შეხვდებოდა, შემხვედრი არაფერს ეტყოდა, მხოლოდ გზას დაულოცავდა. ოჯახში ხინი არ იმართებოდა, სანამ მონადირე სახლში არ ბრუნდებოდა. ასე დიდ პატივს სცემთ მონადირეებს. მე მოგიტანეთ სვენური კუბდარი. სვენებს განსაკუთრებული სამზარეულო გვაქვს, ზოგადად ასეა. მთის ხალხში უფროა შემორჩენილი ტრადიციები და ადათ-წესები. მგონი ჩვენ ყველაზე მეტად ვიცავთ მათ. ადრე ჩვენში გავრცელებული იყო ხარის კულტი. ჩვენი სოფლებიც თემებად იყოფა. მას მართავს უხუცესთა საბჭო. ისინი ჩვენი მსაჯულ მოსამართლეები არიან. სოფელში ვინც რამეს დააშავებდა, სოფლიდან ვაძევებდით. სვენებით დიდ პატივს უცემთ მირცვალებულებს,
ყოველ წელს დღესასწაულს ვმართავთ. მას ლამპრობას ვუწოდებთ. ამ თებულ ლამპრებს საიქიოსკენ ვუნათებთ მირცვალებულებს გზას. დიდ პატივს უცემთ სალოცავებს, უხმოსავალსა და გამრავლებას ნაყოფიერებას ვევედრებით. ყავს ბევრი მონადირე, ნადირობა სვანების ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიციაა. ოჯახ მეგობრებო, ტრადიცია ხოლო იმაროთი გიშნათ, რომ ერთი თაობა ბრმად და ერთგულად პადავდეს წინა თაობას. ტრადიცია უპირველეს ყოვლისა წარმართავს ისტორიის გულისხმობს ისტორიის შეგრძნებას და წარსული არა მარტო წარსულად უნდა აღიქვან, არამედ თანამედროვეობადაც. მე ვამაყობ რუას ეძლებას და ტრადიციულ საქართველოში ვცხოვრობ. ნამდვილად ასაფასებელია ქართველების და მათი კუთხეების ტრადიციები. მათ მოფრთხილება და დაცვა სჭირდებათ. ჩვენ ვალდებულები ვართ შევინარჩუნოთ ისინი და მომავალ თაობებს გადავწვით. ტრადიციების შენარჩუნება ქმნის ჩვენს ისტორიას და კულტურას. საქართველოს ისტორია და კულტურა კი სოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ჩვენი ისტორია და კულტურა ჩვენს ფესვებიდან იზომება. მაშ ასე მეგობრებო, ჩვენ უკვე დავლიეთ საუფლოს ადგილზე, საქართველოს და ქართველების ადგილზე წინაპრების დავლოცეთ. ახლა კი მოდით მომავალი თაობების ადგილზელო შეშვა. ალაბერდი შენთანავარ შემოსვანო ვაშკაცო. ალავერდი ძალადამადლი შეგეციოს. აროდეს დაელებიან, ლომთა გორაზე მავანი, კიდევაც დაიზრდებიან, ლომების თამა მავანი. სამშობლო საქართველოა, უფალი მისი მფარველი, მამულის საკელთი დღეოდ, ღმერთო გაზარდა ქართველი. საქართველოს მომავალ თაობას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. მეგობრებო, მადლობელი ვარ დღევანდელი პურობისთვის. ძალიან სახილო და სასიამოვნო სუფრა გამოგვივიდა. ახლა კი მოდით ჩვენი რხილი ისე დავასრულოთ, როგორც ქართულ ტრადიციებს შეეფერებათ. ერთი ჩვენებური სიმღერას მოსხოთ. უღეროთ ჩვენ სამშობლოს და მიწა-წყალს. ჩამოსინები გამუბი მომართენელანელაო შეუხმატვილეს მანეს ოდელადელადელაო შეუხმატვილეს მანეს ოდელადელადელაო თორმული საქართველოა სიმების ვერვალელაო სხვადასხვაკუთხიშვილები ოდელადელადელაო სხვადასხვაკუთხიშვილები ოდელადელადელაო ჩამოვიზები გავუვი მომართენელანელაო შეუხმატვილეთ მანეს ოდელადელადელაო შეუხმატვილეთ მანეს ოდელადელადელაო ეს სამშობლოა ჩვენი, მეც სამფერდისთვის ფერი, უფალმა გამაჩინა, წმინდა სულით ქართველი, დავიცვათ ჩვენი ერი, რა გვაქვს ჩვენ საბრძოლველი, ერთ დროს საკუთარს ესვით, ათასჯერ გვესვით ქართული სული დამნანახე, ხელი მომეცი მეც ხომშენი ვარ, გულის წინამდე ჩამეხული, თუიას ნომესრი მეც ქართველი, პატივი მივაგოს წინაპარს მომითარდა.
ეს სამშობლოა ჩვენი მეც სამყაროსთვის ხელი უფალმა გამოჩინა წმინდა სული ქართველი დავიცა ჩვენი ელი რა გვაქვს ჩვენ საბრძოლველი ერთხელ საკუთარს ვისვით ათასჯერ გვესვით დელი დღეს ჩვენ თვითონ ვართ ამ ქვეყნის მშენებელი ამას ყვეყოლოდა თვითონ მაშენებელიც დღეს კარგად გვახსოვს გამარჯვებაც დელი ქართული ერთობი ბრძოლებში შედევრი ამისთვის იბრძოდა თამარიც დაცინაპარი ძველი ამისთვის იბრძოდა დავითი არაფერს შობელი ეს სამშობლოა ჩვენი მეც სამყაროსთვის ხელი უფალმა გამოჩინა წმინდა სული ქართველი დავიცა ჩვენი ელი რა გვაქვს ჩვენ საბრძოლველი ერთხელ საკუთარს ვისვით ათასჯერ გვესვით დელი მადლობა ბავშვებს. დიდი მადლობა მასწავლებელს. ეკა საუკეთესო ღონისძიება იყო. მადლობა მშობლებს. მართლა ძალიან კარგი მშობლები ვსწავლებით. თქვენი ხელშეწყობის გარეშე და ხარშის გარეშე ამათ მასწავლებელი ბევრს შეძლებდა. რა თქმა უნდა, დამსახურება მასწავლებელისა და სასწავლის, მაგრამ ჩვენი როლი ძალიან დიდია ამ საქმეში. რაც შეეხება ახლა ჩვენ სკოლაში აი ამ კედლებში არა ერთი ღონისძიება ჩატარებულა ბატონი ესო დაგვემოწმება ამაში უშუალოდ სულ ეს ბატონი არის ხოლმე ჩვენი დამხმარე, რომ წარმოვაჩინოთ ეს ჩვენი მოღვაწეობა, შრომა. თუ ეს მოსწავლეები 50%-ს მაინც დაიმახსოვრებენ, სანამდე დიდები გახდებიან. რომ ეს ტრადიციები, რაც მათ წარმოადგენს, ეს სიყვარული, ეს პატრიოტიზმი, რაც ამ ღონისძიებაში იყო ჩადებული, მართლა ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ჩვენი ქვეყანა და ზოგადად ქვეყნის სიყვარულს ემსახურებოდა აი ამათი ეს ლევანდელი ზეიმი. ჩვენი სკოლის მისიაში ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტული საკითხია პატრიოტული აღზრდა, მოსწავლეთა პატრიოტული აღზრდა, ზნეობრივი აღზრდა და ტრადიციების დამცველი ახალგაზრდების ქალაქების აღზრდა. და ყველაფერი იყო აი ამ ღონისძიებაში გათვალისწინებული და გაერთიანებული და ეს ძალიან მოგეწონა რა თქმა უნდა. ზოგადად ჩვენი ღონისძიებები ძირითადად ამას ეწოდება, იმიტომ რომ ნომერ პირველ საკითხად მიგვაჩნია ჩვენ რომ ამ სკოლის კედლებში აღიზარდოს სწორედ სამშობლოს მოყვარული, სამშობლოს დამცველი ღირსეული მოქალაქეები და ასეთ ღირსეულ მოქალაქეებად აღიზარდებით შვილებო და აბა თქვენ იცით ახლა სათითაოდ რაღაცა რომელი გამოვარჩინო მეც არ ვიცი საუკეთესოები იყავით ყველანი და ვერ წარმატებას გისურვებთ ჯერ კარგ დასვენებას და ეს კლასი
ნუ რა თქმა უნდა სხვა კლასებიც, მაგრამ ესენი ამათ უნდა რა ვიცი ახლა უნდა აცოცხლონ სკოლა. ძალიან ხალისიანი, ძალიან ენერგიული, ძალიან ესეთი ბავშვები არიან. გამორჩეულები. რაღაცა უცნაურობებითაც ესეთი უცნაურობა შევემთხვა მე. გეგა მეკითხება, თქვენო უნდა დაისვენო თუ ამ ზაფხულშიო? რატო შემეძილასაც შევახსენე? რატო შემეკითხა? არ ვიცი, რატომ წარმოუდგენი ამ ბავშვს რომ არ უნდა დავისვენო? არ ვისვენებთ კიდევ. როგორც ყოფილთ. დიდი შრომა ემჩება თქვენ სკოლას და არა, შეწუხებული სახით მითხრა. ძალიან შეწუხებული სახით რომ ისე რომ ნომიძია და ფიქრობ შემზე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შევასება. და მოგილოცოს ბავშვებო, ეს ძალიან წარმატებულია და კიდევ უამრავი წარმატება მინდა გისურვოთ თქვენს დამნიგებელთან ერთად. მიზანი მიღწეულია ჩემო ეკამასწავლებელო, ჩემო დედოფალო, ჩემო ბავშვებო. ძალიან კარგი მიზანია, რა თქმა უნდა სამშობლოს იხდებოდა, ამაზე საუკეთესო თემა ჩვენთვის არ არსებობს. და მინდა რომ ესეთი ბედნიერი დღეები უამრავი გქონდეთ ცხოვრებაში და სულ წარმატებულები იყოთ ჩემო ლამაზებო, ჩემო ძვირფასებო, სხვა რა უნდა ვთქვა. აი ყველას ვსურვებ რომ ესეთი ღონისება გქონდეს და ესეთი მიზანდასახული და მიზან მიღწეული. დილოცავ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა ბავშვებო პირველ რიგში თქვენ რომ აი ასე არაჩვეულებრივად წარმოადგინეთ საქართველოს თითოეული კუთხე. ნუ თქვენი შესაძლებლობები მოკლედ არაჩვეულებრივად წარმოაჩინეთ. ძალიან დიდი შრომა ქონდა დამრიგებელს ჩადებული ნამდვილად, აი უდაოდ თითოეულ დეტალებში იყო ნამუშევარი ყველა კუთხეზე და ეს კიდევ ბავშვებმა ძალიან კარგად მოიტანეს ჩვენამდე. დიდი მადლობა მშობლებო თქვენ. ბედნიერ არ დადეგებს გისურვებ და მომავალ წელს რასაც გისურვებთ დამშვიდებულები ჭკვიანები და აი აქ რომ ისეთი წყნარა ასეთი წყნარები დავიბრუნდით მეოთხე კლასში ისეთი აქტიურებია და ცელქები აი გამიკვირდა რომ ყველა დაჯდა ერთ ადგილას და არ იძრეოდნენ ამდენი ხანი თორე ახლა 45 კიდევ არა მადლობა კიდევ ერთხელ აი მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თვითონ მოსწავლე ჯერ პირველ რიგში ბავშვებო ძალიან კარგები იყავით, საუკეთესოები იყავით. თითქმის ყველა დარიგება რაც ამ ერთი თვის განმავლობაში მიმიცია, ყველაფერი დღეს გამოიყენეს. ყოჩა ბავშვებო ძალიან ვისიამოვნე, ვიამაყეთ ფერი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხალბატონ ლიანას ყველანაირი ხელშეწყობისთვის. აბსოლუტურად არანაირი დაბრკოლება არ შემქმნია მომზადების პროცესში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე დამჭირდა სკოლის რესურსიც და ყველაფერი აბსოლუტურად დირექციიდანაც მხარდაჭერას გულისხმობდა, ყოველთვის მქონდა და მაქვს თქვენი იმედი. დიდი მადლობა ხათუნა შენ, ხათუნა დახმარებისთვის. არის ყოველთვის ჩემს გვერდით არის ხოლმე ხათუნა, ელენე, ნუ მონიკა და ნებისმიერ ვისაც ვეტყვი რა ვიცი, ყველა ჩემს გვერდით არის და ყველაზე დიდი მადლობა ჩემს გოგოებს, ჩემს მშობლებს, რომელსაც წავედით წუხელის არ მახსოვს. აი ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგან. სახეებზე არ ემჩნევათ დაყრდნობა. მართლაც არაფერი არ იქნება. მადლობა თქვენს გამოგიხეთ და თქვენი შთაბეჭდილებები. თიკოს. აი რავი, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდით ჩვენ სკოლას, ხალბატონ ლიანას. ძალიან დიდ შრომას დებს ჩვენი სკოლის წინსვლაში, ასევე ჩვენ დამრიგებას ხალბატონ ლიკას. ძალიან შრომის მოყარე და კარგი ადამიანობისთვის, ჩვენი შვილების აღზრდისთვის. და რავი, ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელ დღეს. გაამართლეთ ბავშვებმა ჩვენი იმედები და რავი, წარმატებებს ვუსურვებ ყველას. მადლობას გადაგიხდით ბავშვებს იმისათვის, რომ აი თვითოეული მართლა ერთი წუთიერი ნაშრომით არ ჩაყარეს მასწავლებელს წავში და
ასე საამაყო და სასიამოვნო დღე გვაჩვენეს. მადლობა ეკამსწორებულო თქვენ ამ დიდი სანახაობისთვის, ამ საბეჭდილებისთვის და მართლაც ცრემლების გარეშე ვერ ვუყურე ამათ ღონისძიებას. მადლობა ჩვენს დირექტორს, ასეთი სკოლისთვის საამაყო, მართლაც რომ საამაყოა ჩვენი სკოლა და მისი წყალობით და რა ვიცი, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით რომ მივყვეთ და ავყვეთ მათ განვითარებას. მადლობა თქვენში თუ და განყოფილდე ასეთი აქცია. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, მოგილოცავთ, მოლოცვით დავიწყებ. მართლა შედგა ერიკა, შენ ჩანაფიქრი მე მგონი გადააჭარბა, ჩემთვის მოლოდის გადააჭარბა. ბავშვებო, ოჯახები იყავით, ნიჭიერები ხართ და რა ვიცი, უამრავ წარმატებას გისურვებ. ასე რომ ასახელებთ ეკამასწავლებას და ეკამასწავლის გული რომ გახარებული იქნება, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია მასწავლებლისთვის და რა ვიცი, მშობლებო, დიდი მადლობა ჩვენს ასე ერთობლივი შრომით, ნამდვილად შედეგი უკეთესია ხოლმე ყოველთვის. მოგილოცავ კიდევ ერთხელ და კიდევ და კიდევ უამრავ ასეთ ლამაზ ღონისძიებას გისურვებ. მადლობა თქვენ ყველას იმათ პროგრამებს. აი ბებიას თხოვდება. რა ვიცი, ამ ბავშვებთან მიმართებაში სიტყვები ვერ გამონახავს სიტყვებში. მწვერვალებს დაიპყრობენ ეს ბავშვები და ეს დიდი დამსახურება ეკამასწავლებლის. ჯერ ამათი ენერგიის მოთოყვა ასე ერთ ჯამში მოგცევა, რას ნიშნავს და მე მადლობა ბავშვებს, რომ დაგიფასეს ამდენი შრომა და ასე ლამაზად წარმოაჩინეს თავისი თავის და თქვენს. სახში ხომ არ დაარიგეთ თქვენი ვაჟკაცი რომ არ გაიღიმოს. საერთოდ ვერ გავაღიმეს. ესე იყო შეჭრილი როლი. ისეთი გენები აქვს მორგებული იყო. შორის ეგ მე მქონდა ნათქვამი, რომ შენ სვანი ხარ და სვანების ხასიათი შევასწავლე. ხასიათი სვანი და ზუსტად ისე იქცევა. არ დაუჭირდებოდა გენებშიო. და გაშლილი თამადობა მომისაჯეს სარგი გუნოთ ადგილი სუგურის თავზე მომიჩინეს მე პატარა ადგილი ან წითღვინო მომაწოდეს და ეს გულის სადილი და ურიელავ გვინო და ურიელავ კანაცი ურიელავ აბაჯი კარასულზე მომისარი ურიელავ კანაცი და ურიელავ შეშა ურიელავ რაჯან და ბალგა გაშეშა და